მოგესალმებით. მიხაილ ბაბაძე ვარ. ახლა ვისაუბრებ სიმსივნის იმუნოთერაპიაზე. შევეცდები რომ მოკლედ ვისაუბრო იმ მიდგომებზე და კონკრეტულ თერაპიებზე, რაც ვეტერინარიაში გვაქვს და რაც ვიყენებთ. განვიხილავ ზოგადად არსობრივად რაც მოიაზრებს სიმსივნის იმუნოთერაპია, ასევე განვიხილავ არასპეციფიკურ მიდგომებს იმუნოთერაპიაში და შესაბამისად სპეციფიკური იმუნოთერაპიიდან განვიხილავ პასიურ და აქტიურ მიდგომებს და ასევე შევეხები პრევენციულ ვაქცინებს, როგორ ვიყენებთ და რატო ვიყენებთ ვეტერინარიაში. პირველ რიგში სიმსივნის იმუნოთერაპია არის კულტურის სახეობა, რომელიც მოიაზრებს ორგანიზმის გაძლიერებას, ანუ ორგანიზმის და იმუნური სისტემის გამოყენებას სიმსივნისთან საბრძოლოდ. სხვა ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით, რომელიც მაგალითად ქიმიოთერაპიისა და ხილოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც პირდაპირ კლავს, ასე ვთქვათ, სიმსივნურ უჯრედებს, ეს მიდგომა მოიაზრებს იმას, რომ გამოვიყენოთ იმუნური სისტემა და ისე დავუმიზნოს იმუნურმა სისტემამ და გაანადგუროს იგი. აქვს ასე ვთქვათ უნიკალური შესაძლებლობა რომ გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები ისე რომ ნაკლები ინვაზიურობა და ნაკლები ჯანმრთელი ცხოველები შეიწიროს და აქვს ასევე უნარი რომ განავითაროს გრძელვადიანი მეხსიერების რეაქცია. და შესაბამისად ავიღოთ ასე რეციდივები. ეს იმუნოთერაპია შეიძლება მოიაზრებოს როგორც არასპეციფიკურ გააქტიურებას, ასევე სპეციფიკურ თავდასხმას. და ამ ყველაფერს ის ახერხებს სპეციფიკური იმუნური მარკერების გარეშე. აქტიურდება არასპეციფიკური იმუნოთერაპიის დროს აქტიურდება ჯერ თანაყოლილი იმუნური სისტემა, მაკროფაგები და მიკროუჯრედები, შემდეგ კი ადაპტური იმუნური სისტემა, რომელიც უჯრედებს ჩაითავს საქმეში. როგორც გვიარსებობს სპეციფიკური და არასპეციფიკური, რაც შეეხება სპეციფიკური იმუნოთერაპიას, აქ მოიაზრებთ ძირითადად პასიურ და აქტიურ ამ დროს გვჭირდება აუცილებლად სპეციფიკური მარკერები, ბიომარკერები, რომელიც სიმსივნეს დანახვაში დაგვეხმარება. ვარჩევთ პასიურ და აქტიურ თერაპიას. პასიურში მოვიაზრებთ უფრო მონოკლონურ ანტისხეულებს, ხოლო აქტიურში განვიხილავ ანტისიმსივნურ ვაქცინებს. რაც შეეხება მონოკლონურ ანტისხეულებს, რა არის ის? ეს არის ბიოინჟინერით შექმნილი ანტისხეულები, რომლებიც ემაგრებიან, ასე ვთქვათ, სიმსივნურ უჯრედს და იწვევენ მათი სისხლისუნარიანობის შემცირებას. და ამას 4 გზით ახერხებს. პირველი ეს არის სასიგნალო სიგნალს გვაქვს უჯრედი სიმსივნურ უჯრედებს შორის. მეორე არის ანტისხეულდამოკიდებული ციტოტოქსიკურობა, მესამე არის იმუნური კომპლექსებით განპირობებული დაშვალებული ციტოტოქსიკურობა, ანუ მაგალითად კომპლემენტი სისტემით და მეოთხე არის ფაგოციტოზის გზა, რა თქმა უნდა. ეს 4-ვე გზა ქმნის ბრძოლავ მექანიზმს იმისთვის, რომ ებრძოლოს სიმსივნურ უჯრედს. ადამიანების მედიცინისგან განსხვავებით, სადაც გვაქვს მრავალფეროვანი მიდგომა საკავშირით, ცხოველებში გვჭირდება აუცილებლად ასე ვთქვათ სპეციფიკური მიზნები, სპეციფიკური თარგეტი, ანუ უჯრედები. და ესეთი მონოკლონური ანტისხეული არის მაგალითად კარინიზებული მონოკლონური ანტისხეული თაქთრესი, რომელიც მოქმედებს CD52 პროტეინის საწინააღმდეგოდ და როგორ ხდება ეს? რა წარმოადგენს ეს არის სიმსივნური უჯრედი, მასზე ექსპრესირებული არის CD52 პროტეინი, რომელსაც ემაგრება მონოკლონური ანტისხეული და ანადგურებს მას. ეს გამოიყენება ტეუჯრედული ლიმფომების დროს, შეყვანის პროტოკოლს, რაც შეეხება ადმინისტრაციას, ინტრავენულად კეთდება და ზოგადად მოიცავს ეს თერაპიული კურსი მოიცავს 5 დღეს და რომელიც შემდეგ 2-4 კვირის ინტერვალებით მეორდება. რაც შეეხება მონოტრეს, ეს არის როგორც ადამიანის მსგავსი მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მიზნად ისახავს, სამიზნეში აქვს CD20 პროტეინი, რომელიც ბეუჯრედული ლიმფომების დროს გვაქვს წარმოქმნილი ბეუჯრედებზე და ამის ადმინისტრაციულ პროტოკოლს რაც შეეხება ინტერვალურად შეიყვანება, ბეუჯრედული ლიმფომები ასე გამოიყენება
კვირაში, კაცი აქვს ესეთი წარმატებები. შეყვანილსაც შეიძლება ინტერვალურად შეიყვანება 2 დოზებით პირველ კვირაში, განაწილებული, შემდეგ კი თითო კვირაში იფექტება ერთხელ 7 კვირის განმავლობაში. და კვლევებმა აჩვენა, რომ ქიმიოთერაპიასთან უფრო კარგი შედეგები ჰქონდა. რაც შეეხება სხვა მიდგომებს, ანუ მონოკლონური ანტისხეულების გარდა, პასიური იმუნოთერაპია მოიცავს ჩეკპოინტების ინჰიბირებას. და მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ სიმსივნე იმუნურ სისტემას გაურბის ჩეკპოინტების, ანუ იმუნური პუნქტების დახმარებით. და შესაბამისად ისეთი მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც დაბლოკავენ ამ ჩეკპოინტებს დაეხმარება იმუნურ სისტემას, რომ დაუპაშუდეს სიმსივნურ უჯრედს და გაანადგუროს იგი. მაგალითად ესეთი არის CTLA და PD-1, რომელიც ბლოკადა გამოიწვევს T-ციტოტოქსიკურ პასუხს და შესაბამისად CD8 უჯრედების პროდუქციას შეუწყობს ხელს და მაგალითი არის მაგალითად კალინიზებული anti-PD-1 მონოკლონური ანტისხეული. და ზოგადად გამოიყენება მელანომების, ლიმფომების, ოსტეოსარკომების წინააღმდეგ ვეტერინარიაში. აქტიური იმუნოთერაპიას რაც შეეხება, როგორც თქვი, ამი მოვიაზრებთ უფრო ანტისიმსივნურ ვაქცინებს და რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინები ასტიმულირებს იმუნურ პასუხს, ადაპტიურ იმუნურ პასუხს და ხელს უწყობს T-ციტოტოქსიკური პასუხის განვითარებას. ვეტერინარიაში იქნება გვაქვს 3 სახის ანტისიმსივნური ვაქცინები, როგორც არის DNA პლაზმიდური ვაქცინები, ვექტორული ვაქცინები და ის ვაქცინები, რომლებიც სიმსივნის უჯრედებს შეიცავს. ხოლო სამიზნესაც შეეხება შეიძლება იყოს ანტიგენი შეიძლება იყოს სიმსივნის სპეციფიკური და რომელიც მაგალითად მარტო სიმსივნებზე გვხვდება და სიმსივნეს ასოცირებული ანტიგენები, რომლებიც შეიძლება ბიოუჯრედებზე შეგვხვდეს. ასევე სანამ თერაპიულ ვაქცინებზე გადავალ, აუცილებლად მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა დავიცვათ აუცილებლად არის პრევენციული ვაქცინები და ადამიანებში ვიცით, რომ არსებობს ისეთი ინფექციები, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევენ შემდგომში სიმსივნის განვითარებას. ადამიანებში ესეთი არის C და B ჰეპატიტი მაგალითად, ან პაპილომავირუსი, ან შეიძლება იყოს ეპშტეინ-ბარის ვირუსი, მაგალითად პაპილომავირუსი შემდგომში იწვევს საშმოსოს ყელის სიმსივნის განვითარებას, B და C ჰეპატიტი მუძილის სიმსივნების განვითარებას და შესაბამისად აუცილებელია, რომ მათი პრევენცია მოვახდინოთ, ანუ ამ ვირუსების პრევენციით. ცხოველებში ასეთები გვაქვს კატის ლეიკემიის ვირუსი, რომელიც კატის ლეიკემიის ვირუსი და ასევე ქათმების მარიკის დაავადება. მისი ვაქცინა, პრევენციული ვაქცინა დაასტიმულირებს დაგხვდება იმაში, რომ დაასტიმულიროს უჯრედული და ჰუმორული იმუნური პასუხი და გამოიწვევს და აქვს როგორც ანტივირუსული, ასევე ანტისიმსივნური პროტექცია დაცვა. რაც შეეხება თერაპიულ ვაქცინებს, ყველაზე ხშირად გამოყენებული ვეტერინარიაში ეს არის OCT, ეს არის DNA პლაზმიდური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ორალური მელანომების წინააღმდეგ, და ვიცით, რომ მელანომები არის საკმაოდ აგრესიული ვაქცინა, რომელიც სწრაფად მეტასტაზირდება. ანტიგენსაც შეეხება ამ შემთხვევაში არის ადამიანის თიროზინაზას გენი, რომელიც 85%-ით ჰომოლოგიურია ძაღლის ვერსიის და სამიზნე ამ შემთხვევაში არის თიროზინაზა, რომელიც ექსპრესირებული არის მელანომის უჯრედებზე და ასე ვთქვათ, ვაქცინის შეყვანის შედეგად იმუნური სისტემა იწვრთნება, რომ დაინახოს ეს სიმსივნური უჯრედები და დაინახოს და გაანადგუროს. აქტიურებს როგორც T-უჯრედულ, ასევე უჯრედულ პასუხებს, ასევე ანტისხეულების პროდუქციას. რაც შეეხება შეყვანას, შეიყვანება ჭავლური ინჟექტორის დახმარებით, ეს ვეჯეც ეძახით და შეიყვანება ბარძაკის შიდა კაში, ნემსის გარეშე და გამოიყენება ზოგადად 2 კვირის განმავლობაში ყოველდღურად და შემდეგ ვამეორებთ 6 თვის თერაპიულად 6 თვის შემდეგ. მერე უკვე სიმპტომების და გავრცელების მიხედვით ვაგრძელებთ მკურნალობას. რაც შეეხება კვლევებს, კვლევებმა აჩვენა, რომ ქიმიოთერაპიასთან შედარებით 455 დღით მეტი იცოცხლა ასეთმა რომელსაც ჩაუტარდა კონცეპტით მკურნალობა, ვიდრე ქიმიოთერაპიის შემთხვევაში იცოცხლება. ანუ
დაახლოებით 1 წელზე მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა აჩვენა, რაც მგონია, რომ ძალიან კარგი შედეგია მილანოვას გათვალისწინებით. რაც შეეხება ბოლო რაზეც ვისაუბრებ ვაქცინებიდან, ეს არის აუტოლოგიური სიმსივნის ვაქცინები და აუტოლოგიური ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად სიმსივნე განიცდის მუტაციებს, გამოყავს მრავალ ფაქტორს, იმისთვის, რომ იმუნსუპრესორ ფაქტორებს და ამით იფარება, ასე ვთქვათ, მიღება და ემალება იმუნურ სისტემას. აუტოლოგიური ვაქცინები იმაში გვეხმარება, რომ იმუნური სისტემა მისცემ მტრად იქოს სიმსივნური უჯრედები. არსიაში მდგომარეობს, ამ დროს ვიქნებით დაინაზირებული დავდევნოთ სიმსივნურ უჯრედებს, რომელსაც გამოყავთ და გადის ქიმიურ და ფიზიკურ დამუშავებას, გაიფილტრება, იწმინდება ფორმალინის ხსნარით ფიზიოლოგიური ხსნარებით და ისევ უკან უბრუნდება ცხოველს, გამოიყენება ზოგადად 3 ინიექციით 3 კვირის განმავლობაში. კარგი შედეგები განსაკუთრებულად კარგი შედეგები აჩვენა საქონლის ფიბროს აპარატების შემთხვევაში და ზოგადად უფრო ეფექტური არის პატარა სიმსივნურ წარაზარდებზე, ასე ვთქვათ, თუ დიდი არის ეს წარაზარდი, მაინც ოპერაციული მიდგომა ჭირდება ხოლმე. ასე რომ სიმსივნის იმუნოთერაპია არის, ასე ვთქვათ, კარგად გვაძლევს საშუალებას, რომ კარგად ლოკალიზებული კონტროლირება და იმუნური პასუხები გამოვიწვიოთ იმის გარეშე, რომ დაზიანდეს მინიმალური ჯანმრთელი ქსოვილები, მოიცავს არასპეციფიკურ იმუნოსტიმულაციას, ასევე სპეციფიკურ ვაქცინებს, სპეციფიკურ იმუნოთერაპიას, როგორც არის მაგალითად ვაქცინები, ასევე გავიგეთ, რომ პრევენციული ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მარტო ვეტერინარიაში, არამედ ადამიანების მედიცინაშიც. და ბოლოს, როგორც თქვი, ადამიანის მედიცინაში უფრო განვითარებულია და მრავალი მიდგომა არსებობს იმუნოთერაპიის, თუმცა ვეტერინარიაში უფრო შეზღუდული რაოდენობით გვაქვს და სულ რამდენიმე მეთოდი არის დანერგილი, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იღებენ ზოგადად ვეტერინარიაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის კვლევები, ეს მეთოდები დაინერგოს და განვითარდეს და შესაბამისად დაახმაროს ცხოვრებას. დიაგნოსტიკის მეთოდები და პულმონური სქემების დახვეწამების და იმუნოთერაპია მე მგონი საქართველოს ვეტერინარიაში ჯერ არ გამოიყენებიათ და ძალიან კარგი ალტერნატივა იქნება, რომ ლიმფომებს რაც შეეხება ეგ სამედიცინო ადამიანებისგან განსხვავებით აქ რემისიები ნაკლებად მიიღწევა და 4 თვიდან წლამდე მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა და კიდევ ერთ წელს თუ დავუმატებთ 1 წელი ცხოველის სიცოცხლე ჩვენი 10 წელია რამის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებლად უთოფინასურად ფინანსურად იდეაში დანარჩენია იმედად ასეთი თავისუფლად შეგვიძლია საქართველოს შემოვიდანოთ. თავარი მოთხოვნა იმუნოდიაგნოსტიკა რა თქმა უნდა. ეს კანინა ეს ძალიან დიდი მადლობა. ხوار გაქვთ რა ისე გახუნება მიდოთ. კანინა ეს მონოკლონალ ანტიბოდის როგორ უნდა თარგმნო ქართულად? გადაადამიანურებულს ვეძახით ადამიანს. ხო და გაძაღლებული. უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თქვენ და ყველა მომხსენებელს. იცით, აი ძალიან დიდი ინტერესით უსმენთ აი ამ სექციებს და სხვათა შორის ახლა წელს პირველად უფრო ადრე გადმოვიტანეთ ბატონი ბესოს თხოვნით, მაგრამ ჩემთან განსაოცრად სწორედ ადრე გადმოვიტანა მეტყობა მეცადინეობებზე არიან და ამიტომ არ შემოგვიერთდნენ ახლა თანდათან მოიმატებს დამსწრეთა რაოდენობა. იცით რა, მე მინდა აღნიშნო, რომ სწორედაც აი ეს ვეტერინარიის ჩართვა ჩვენს ღონისძიებებში და ამ სპეციალური სიმპოზიუმების გაკეთება გამოიწვია იმან, რომ სწორედაც დღევანდელი მიდგომა და ხედვა არის განსხვავებული, რომ ეს არის ერთიანი მსოფლიო. ერთიანი, აი ხო თქვენ ისმენთ, მე ნამდვილად არ მქონდა ახლა ეს ინფორმაცია, რაც თქვენ გამოვისმინეთ, ჩვენ ძირითადად ვიცით, როგორ ხდება მკურნალობა, რაც ახლა ძირითადად თქვენ მკურნალობასაც ეხებოდით, პათოგენესაც ეხებოდით და ყველაფერს,
ეს ჩვენ ვიცით ადამიანის მიმართებაში და მართალი გითხრათ გაოცებული ვარ, რომ თანამედროვე მედიცინაში რაც გამოიყენება ჯანდაცვაში ადამიანებისთვის, ფაქტიურად ყველაფერი ის მიდის. ეხლა იცით რა, თქვენ ხარს უსვამთ იმას, რომ საქართველოში არ გამოიყენება, რომ საქართველოში ნაკლებად კეთდება. იცით რა გეტყვით? იგივე ეს იმუნოთერაპია, იგივე ეხლა ჩეკპოინტ ინჰიბიტორებით მკურნალობა, ჩეკპოინტ ინჰიბიტორების მკურნალობა საქართველოში ეს არის კლინიკურ კვლევებში დღეს. ეხლა როგორ იქნებაო გაძაბლებული მონოკლონური ანტისხეულზე, იცით, გაადამიანურებული მონოკლონური ანტისხეულები იმდენად ძვირია, რომ მას ვერავინ თვითონ ვერ იმკურნალებს საკუთარი ხარჯებით. ამიტომ საქართველოში დღეს არის რა თქმა უნდა მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა ადამიანების, მაგრამ არის მხოლოდ იმისი, რომელიც არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. იმიტომ რომ მხოლოდ ერთხელ შეუძლია, რომ ეს მკურნალობა თავის თავზე აიღოს. ამის შესახებ, აი ამ პრობლემის შესახებ, ამ პრეპარატების სიძვირესთან დაკავშირებით მსჯელობა არის მსოფლიო ლიტერატურაში და საერთოდ ეს მხოლოდ ჩვენაერ ქვეყანას არ ეხება, იმიტომ რომ მსოფლიოში ყველას ეხება საერთოდ და საუბარია იმაზეც კი, რომ გვესმის, რომ ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული პრეპარატები, მაგრამ თუ ის უნდა გამოიყენოს საერთოდ მოსახლეობა, მაშინ რაღაც აი ამ ფასების კორექციაზეც არის მსჯელობა. ქართველი, მაგრამ ეს ხომარი თქვით. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მინდა მადლობა გადავუხადოთ თქვენს ხელმძღვანელობას, ბატონ ბესოს, ვინც თქვენ წარმოგადგენთ ასეთი აკადემიურები. ყველა პრეზენტაცია არის ძალიან აკადემიური და თქვენ თვითონ როგორც მომხსენებლები ხართ ძალიან აკადემიურები. უბრალოდ ერთი სიტყვას ვიტყვი, პროფესორი თინა თინჩიკოვანი თქვენიცით წიგნებიდან, მას სახეზე არ ყავდათ ნანახი და რო იცნობდეთ და ქალბატონი თინიკო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ქალბატონ იასთან ერთად და მე ძალიან ვამაყობ ამ ადამიანებით. დიდი მადლობა. ეს შეფასებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე ამ ახალგაზრდებს ვიცნობ, ვასწავლიდი და მაქვს ეს ბედნიერება, რომ ვეტერინარული მედიცინა გავიგო, გავიცნო და რა მინდა რომ რაზე ვფიქრობ ახლა თქვენ რაც ბრძანეთ. თქვა ნახეთ სიმსივნეები იმუნოთერაპია, ხო? სიმსივნეები ცხოვრებში კატებში და ძაღლებში, იმიტომ რა ჩინაურ ცხოვრების მოვლა დაიწყო, მეტი ყურადღება მიექცია ამ განვითარებას, თორე თქვა ნემის ცხოვრები უფრო სხვა მხარეს მიდიოდა, მათი გამრავლება მოხმარება საქმედა. და აი ეს სიმსივნეები შემოდის პათოლოგანატომიურ ლაბორატორიაში, იქ სადაც ხდება ადამიანის სიმსივნეების შეცვალა. ამიტომ მას სწავლობენ პათოლოგანატომები ადამიანზე მომუშავე. მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი და ვცდილობ განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან დავსვა საკითხი, რომ ვეტერინარებს ჰქონდეთ საშუალება პათოლოგიურ ანატომიაში რეზიდენტურა გაიარონ. და რატომ? იმიტომ რომ აქ გარდა იმისა, რომ თანხა ვთქვათ ძვირიჭდება და შეიძლება ცხოველს აღარ ჩაუტარდეს იმუნოთერაპია, კიდე სხვა არის მნიშვნელოვანი. ცხოველზე მიღებული შედეგი ჩვენ შეგვიძლია იგივე ადამიანს მივხედოთ, ეგ ერთი. მერე მეორე უნდა გაკეთდეს სტატისტიკური ანალიზი, რომელი არის სიმსივნე, როგორია ის მკურნალობა და ამას სჭირდება შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია. აქედან აი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გამრავლდა შემთხვევა სიმსივნეების ცხოვრებში და ეს ხდება პათოლოგანატომიურ ლაბორატორიაში ან დიაგნოზის დადგმა, სამწუხაროდ ის მკურნალობის არც თანხები, აღარ შესაბამება არც რადიოთერაპია, არც იმუნო, რაც ადამიანებზეც კეთდება, ადამიანებს იწირს. ამიტომ მოკლედ ამ დარგს ძალიან ჭირდება ამ კუთხით მიხედვა, რომ მორფოლოგიაში და პათოლოგიურ ანატომიაში მათ მუშაობის საშუალება მიეცეთ კლინიკურ რეზიდენტურაში დაშვება უნდა იყოს. ეს როგორ მოხდება, რამდენი წლიანი იქნება, რანაირად მოეგარე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ეს გამოადგება მეცნიერებასაც და ჯანმრთელობა ეხლა ვანგელს იცით, რომ არის დიდი საერთაშორისო მდგომა და ეს საერთოდ არაერთი შემთხვევაში არ გარანტირდება. დიდი მადლობა. თან რეალური საჭიროება აღარ ყავს თანამედროვე პათოლოგიის და ჩვენ ძალიან მალე მოდით რა 5 წუთში დავიწყოთ ახალი სექცია, იმიტომ რომ დავაგვიანებთ შემდეგ და